იქნება 1-25 წელიწადი რაც ამ მუზეუმში მუშაობ. დღეს დამიძახა ჩვენი დირექტორი ქალბატონი თათია და მითხრა რომ განთავისებული ხარო სამუშაოდანა. მე ვკითხე მიზეზი. ჯერ მითხრა რომ ოპერაცია გაკეთებულიო და ესე დაასახელესო. მე ვთხარი ოპერაცია გავიკეთე ნოემბრის 2-ში, უკვე 1 წელი უნდა გახდეს. მიზეზი არ არის ეგა, მითხარით სიმართლე და თქვა რომ მიზეზი შენი შვილი არისო, ოცნებაში არისო. მიზეზი არის ეგ რომ განთავისუფლეს სამუშაოდანა. და ასე მითხრა ჩვენი უმცროსმა სოფლიდან თუ სადღაციდან 3 კაცის საყვედური მიიღო ჩვენი უმცროსმა რომ ვალერი ბოსოგანაშვილი ოცნებაში არისო და იმისი დედა რაც მუშაობს მუზეუმში და მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმში რაც მუშაობს განთავისუფლეთო. მე ვარ ოცნებაში მუშაობ და ამის გამო განთავისუფლეს დედაჩემი მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმიდან. და ეს ამბავი დღეს ანუ თქვენ რამდენი ხანია რაც ოცნებაში მყოფებით ანუ ოცნებაში ვარ 1-2 თვეა შეიძლება ცოტა მეტი. და დედა თქვენს განთავისუფლება მოხდა დღეს? დღეს მოხდა. თან დაკონკრეტებით მაგი დაასახელოს რომ შენი შვილის გამო. რა გნებავთ თქვენ? რომელი არხიდან ხართ ჯერ? ინფოცხრიდან. ინფოცხრიდან. თქვენ მოდიხართ ჩემთან და მეკითხებით თანამშრომელი რატო გამონთავისუფლა, ხო? როგორც მან თქვა, იმიტომ როგორც მან თქვა, ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს მე მოგახსენეთ რომ არ მინდოდა თქვენთან საუბარი. რა ნიშნით გაათავისუფლეთ ქალბატონი? მაინტერესებს. იმ ნიშნით რომ ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. 25 წელი თუ ასრულებდა და რამდენი წლის არის? იცით რა რაშვაშია რამდენი წლის ვარ ხო თქვი დღესა რომ მიზეზი არის შენი შვილი. თქვენ არ დამისახელეთ რომ ისა შენ ვერ ასრულებს შენ წავიდნენ მუზეუმი 25 ხანჯრებს მინდა ამ ბოლოს არ გავწმინდა მიზეზი ეგ არის მოუხუცდით მარინა შენ აგიხსნეს მაშინ ეთქვა მაშინ არა ქალბატონო ისა მე დღეს მითხრა მე დღეს მითხრა ეს ჩემი გადასაწყვეტია სიმართლე თქვი თათია რაშია საქმე მითხარი სიმართლეა ის რომ სიმართლეს გეუბნები შენი განთავისუფლების არის შენი მდგომარეობა რომელი კვდები თუ რა არის არ კვდები მაგრამ რა მუზეუმში უნდა ჩამაკვდე უკაცრავად რათა დღეს შენ მითხარი რომ მიზეზი არის შენი შვილი ხო არის ეგ არა არ არის არის ეგა და თქვი